მეგობრებო, ესეთ საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა, რომელიც თქვენი ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნა არის და რამდენჯერმე ამ ადამიანმა მთხოვა და ის თხოვნები მქონდა პრინციპში რომ ვერ გაუკეთე, ახლა ვეცდები რომ მისი საერთო გაშლის თემატიკა გავაჟღერო. თხოვნა არის და თემატიკა არის ასეთი. ბოლო შეხვედრის შემდეგ, ბოლო საუბრის შემდეგ, ბოლო კონტაქტის შემდეგ ყველას თქვენი გეკნებათ. თქვენმა პარტნიორმა შეიცვალა თუ არა თავისი გეგმები, მიმართულება, თავისი მსოფლმხედველობა, თავისი აზრები და გეგმები თქვენთან მიმართებაში. ნახოთ, პირველ რიგში იმისთვის რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, პატარა იდენტიფიკაცია ჩავატაროთ. ვინ არის თქვენი პარტნიორი, მოდით გავიგოთ და საერთო გაშლებისთვის ძალიან გთხოვთ, ლაიკები არ დაგეზაროთ, კომენტარები, გაზიარებები, მაქსიმალურად ჩადეთ თქვენ ენერგოცვლა თქვენი მხრიდან. მე თქვენთვის დროს და ენერგიას ვდებ, თქვენი მხრიდან თქვენი მოწონება, კომენტარი, გაზიარება, გამოწერა ორივე ჩემი გვერდის TikTok-ის და YouTube გვერდის მაქსიმალურად ჩადეთ ენერგია თქვენი მხრიდან, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით. ვინ არის თქვენი პარტნიორი უფრო სწორედ? თქვენი პარტნიორი არის პაჟად წარმოდგენილი, პაჟი, პრინცესა პაჟი არის, გოგონა არის კონკრეტულად აქ და ნამდვილად ასია, პრინციპში მამაკაცის თხოვნა იყო ეს გაშლა და ორივე სქესისთვის არის გაშლა, თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმაც და ქალებმაც, როცა საუბარია საერთო გაშლას. პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ და ყველაფერს გეტყვით, ყველა დეტალს და ყველა ფასებს აბსოლუტურად. პაჟი არის პენტაკლის, შეიძლება ახალი საქმიანობა აქ დაწყებული, ახალ რაღაცა სტაჟირებას გადის, ახალი საკუთარი ბიზნესი გახსნა, საკუთარი რაღაცა მსოფლმხედველობა აქ, რომლის მიმართულებაშიც სწავლასთან ერთად, როგორც სტაჟიორი, ასევე მუშაობს, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა მინიმალურ ფინანს გამოიმუშავებს ამ თავისი სამუშაო ელემენტიდან, ამ თავისი შეიძლება დამატებითი ახალი სპეციალობა, ახალი საქმიანობა, თავისი როგორც შვილი, ასე ვთქვათ, პატარა ახალი ჩამოყალიბებული ცხელ-ცხელი ესეთი წიწილასავით საქმიანობა, რომელშიც ის ფიქრობს და ესეთი კარგი სამომავლო გეგმები აქვს, რომ ეს საქმიანობა მას მოუტანს. ზოგისთვის პოპულარობას, ზოგისთვის ფინანსურ, უფრო მეტად ფინანსურ წარმატებას, რაც დრო გავა, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდება ერთგვარი სახელი, როგორც შანელი, მაგალითად. რაღაცა გავრითმე, მაგრამ რაღაცა სტაჟიორის როლშია. შეიძლება ასაკი თქვენზე პატარა იყოს, გაცილებით და ამას აჩვენებდეს პაჟის კარტი, რომ ასაკში სხვაობა და თქვენ გაცილებით მასზე დიდი ხართ, შეიძლება მენტალურად გაცილებით მასზე დიდი ხართ, სტატუსით დიდი ხართ, ფინანსებს როგორც ასეთი მასზე მეც გამოიმუშავებთ, შეიძლება ბევრად ვიდრე ეს ადამიანი ყოველთვიურად ღებულობს, ასე ვთქვათ, თავის სამუშაო რეჟიმში, ასევე შეიძლება იყოს რაღაცა ნაწილისთვის რელიგიური სხვაობა თქვენ შორის, ასაკობრივი დიდი სხვაობა, რომელიც უკვე მგონი ვთქვი, შეიძლება ტერიტორიული სხვაობაც იყოს და შეიძლება ასევე სტატუსით სხვაობა იყოს, ანუ თქვენ შეიძლება განქორწინებული ხართ, ის ჯერ დაქორწინებულიც არ არის, აი ესეთი რაღაცა დიდი სხვაობაა თქვენ შორის, ადამიანი, რომელიც მუშაობაში დებს თავის დროს და ენერგიას და არ ეზარება და რაღაცა კარგი სპეციალისტი უნდა ჩამოყალიბდეს მისგან, ამ კარტების და ამ ენერგიის წყალობით, რუიან პენტაკლი ეს არის კარგი ენერგეტიკული მუშაობის წყურვილი, სურვილი, ამაში ჩადება მთელი შენი ენერგეტიკის და არ გიზარება დროის და ძალის ჩადება ამ ყველაფერში და აქედან გამომდინარე შესაბამისად კარგათაც გამოიმუშავებ პენტაკს, მიუხედავად იმისა, რომ პაჟად არის წარმოდგენილი, ეს ადამიანი არის მე-20 მაღალი არკანით თქვენი კარმული პარტნიორი. თქვენთვის მოგზავნილი მაღალი ძალებისგან, სამყაროსგან, რაღაცისთვის, ყველა ვარიანტში, ყველას თქვენი გაქვთ, ეს შეიძლება ზოგისთვის იყოს როგორც თქვენი ბედი, თქვენი მომავალი მეუღლე, თქვენი
ცხოვრების თანამგზავრი, ასე ვიტყოდი, ზოგისთვის შეიძლება უბრალოდ იყოს წინა ცხოვრებიდან გადმოვლენილი, ასე ვთქვათ, რაც შეცდომები ვერ გაიარეთ და რაც გაქვთ ამ ადამიანთან გასავლელი, მოსაბოდიშებელი თუ თქვენი კარმა გასავლელი თუ რაღაცა სასწავლებელი, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გასვლაში და ბევრი ნახვებია ძალიან. ჩემი გაშლების როგორც წესი და მინიმალურია ხოლმე ლაიკები, ძალიან გთხოვთ თანადგომა გამომიცხადეთ და მაქსიმალურად ჩადეთ თქვენი ენერგია თქვენი მხრიდან. მოკლედ გავიგეთ, რომ თქვენთვის კარმული პარტნიორია, შეიძლება რაღაცა გასწავლოთ, რაღაცა მსოფლმხედველობა შეგეცვალოთ ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში გამოჩენის შემდეგ, შეიძლება სრულიად სხვა ალტერნატიულ 180 გრადუსით შებრუნდა თქვენი ფილოსოფია, თქვენი მსოფლმხედველობა, თქვენი მამაკაცის ან ქალის მიმართ გააჩნია ვინ უყურებთ დამოკიდებულება, სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება, ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულება, ყველა ვარიანტში ეს ადამიანი თქვენთვის რამდენადაც ეხლა ხვდებით ან არ ხვდებით, ყველა ვარიანტში სამყაროსგან ეს ადამიანი თქვენთვის არის კარმული პარტნიორი და პიროვნება. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა გაშლა, ნახოთ მაშინ რა შეიცვალა თუ არა ჯერჯერობით მისი მსოფლმხედველობა და მისი აზრი თქვენთან მიმართებაში ბოლო შეხვედრის შედეგად. ტუსტასით გეტყვით, რომ ემოციები ბოლო შეხვედრის შემდეგ მას აქვს იმდენი, რომ ეს არის უდაოდ დიდი სიყვარულის და დიდი ემოციის გამოხატულება ტუსტასი, ეს არის უზადოდ ემოცია, რომელიც თასიდან გადმოდის, რომელსაც თასი ვეღარ იკავებს, იმდენი ემოციები აქვს ამ შეხვედრის და ამ საუბრის შედეგად ამ ადამიანს, თუმცა თავის თავს მიიჩნევს, რომ მსხვერპლია ამ ურთიერთობაში, დაკიდებულია რაღაც სიტუაციაში და მოძრაობა არ შეუძლია და შეიძლება არ ვიცი რატომ თulis თავის თავს მსხვერპლად ეს ყოველას თქვენი გექნებათ, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია რაღაცა ნაბიჯის გადმოდგმა თქვენთან მიმართებაში, არ შეუძლია მოქმედება როგორც ასეთი თქვენთან მიმართებაში. ტუზეზლი არის კალოდის ძირში ეს არის მისი ამ მოქმედების და ამ ემოციების შედეგად ახალი ცეცხლი, სრულიად ახალი მაისის ჟეზლია ეს კონკრეტულად ამ კალოდაზე, ახალი პეპლები, ახალი ემოციები და ახალი ზღვა ცეცხლი, რომელიც მას თქვენთან მიმართებაში გაუჩნდა. სურვილი აქვს იმისი, რომ მიწერ-მოწერა როგორც მინიმუმ განაახლოს თქვენთან მიმართებაში, ძალიან ხშირად საღამოს პერიოდებში შეიძლება ფიქრობს იმაზე, რომ მოგწეროთ თუ არ მოგწეროთ, მოგიკითხოთ უბრალოდ თუ არ მოგიკითხოთ, თუმცა ამ კარტით დაკიდებული მე-12 მაღალი არკანი, რომელიც არის, ეს არის სიტუაციურად შემიძლია გითხრათ, რომ თავის თავს ვერ აძლევს და არ აქვს იმის საშუალება, რომ მოგწეროთ, რაღაცნაირად მსხვერპლად გრძნობს თავის თავს და მოქმედებაში, როგორც ასეთი შეზღუდულად გრძნობს თავის თავს, რომ მიწერ-მოწერა პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, და პირველი აქტივობა მისგან იყოს. უზადოდ დიდი ემოციები აქვს, როგორც გითხარით, ეს არის როგორც წესი სიყვარულის ემოციები და თასი, სავსე ემოციური ფონის, ასევე შეიძლება იყოს რაღაცა მოლოდინის ემოციური ტალღა, რომელიც გადმოდის მისი ემოციებიდან და მისი თასიდან, რომ აი რას შესთავაზებთ კონკრეტულად თქვენ, აი რაღაცა მოლოდინის რეჟიმშია კონკრეტულად, შეიცვალა რა საკვირველია, რა შეიცვალა და რა მიმართულებით განგიხილავთ ახლა თქვენ ეს პიროვნება გავიგოთ. ზე ამოვარდა თავისით, მე-19 მაღალი არკანი. 7-იან ხმალი, 4-იან ხმალი, 9-იან ხმალი, ძალიან ბევრი შიშები აქვს, ძალიან ბევრს გაკვირდებათ სოციალური ქსელით, თუ სადმე მიუწვდება ხელი და რაღაცნაირად ქეკავს თქვენ სამეგობროს, თქვენ კომენტარებს, თქვენ ლაიკებს, თქვენგან გაკეთებულს, ასევე თქვენთან მიმართებაში გაკეთებულს გაითვალისწინეთ, მაგრამ ის რომ შეიცვალა მისი მუხტი, მისი ენერგეტიკა და დადებითისკენ, როგორც ზაფხული, როგორც დღეიდან, როგორც იქნა გვეღირსა და გამოზაფხულდა საქართველოში და თბილისში კონკრეტულად და მზემ გამოანათა და დათბა, აი ესე
მაქსიმალურად 180 გრადუსი, შეიძლება 360 გრადუსითაც ძალიან დათბა მის ენერგეტიკაში თქვენთან მიმართებაში, რაღაცას გატყუებ და რაღაცა ხრიკი აქვს ჩაფიქრებული, ტყუილის რეჟიმი აქვს პატარა. ღალატსა ვერ ვიტყოდი კონკრეტულად, არ მომდის ინფორმაციულად რომ ღალატზეა საუბარი, მაგრამ პატარა პაუზაში რომ გამყოფოთ და პატარა გახვეწოთ და ასე ვთქვათ, თქვენი ემოციებით იმანიპულიროს, რომ თქვენ გადადგათ მისკენ ნაბიჯი პირველი, ეს არის მისი ჩანაფიქრი, ასე ვთქვათ, ერთგვარი და თქვენ მამაკაცები ვინც უყურებთ, მამაკაცებზეა, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან დათბა მის გონებაში.